მოუწევთ თუ არა ახალ რეალობაზე გადაწყობა კაფე-ბარებისა და რესტორნების ბიზნესის წარმომადგენლებს და გამოიყოფა თუ არა მწვეველთა და არამწვეველთა ზონები. ჯანდაცვის მინისტრი თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციების ამოქმედებას აანონსებს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეკრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე აკრძალვების დაწესებას ეხება. ხოლო თამბაქოს კონტროლის კანონის მეათე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ რესტორნებმა და ბარებმა უნდა გამოყონ მოსაწევი ადგილები ან ტერიტორიის მინიმუმ 50% უნდა იყოს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი. მაშასე თამარ ბაღდავაძე, რესტორანი კრუიზისა და სასტუმრო კოსტეს დამფუძნებელი და ასევე რესტორანი წისქვილის დამფუძნებელი ბატონი ზურაბ ბაქრაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ბატონ ზურასთან მექნება პირველი კითხვა. რეალურად კონცეფცია, რომელსაც ავითარებს ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო, ამდენად არის მორგებული ბიზნესის ინტერესებზე. ისმით. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს რეგულაცია აუცილებლად დასამოქმედებელი არის, რადგან ყველა განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეკრის ადგილებში. რაც შეეხება ჩვენ შემთხვევაში, წისქვილის შემთხვევაში, ჩვენ 2 თვის წინ უკვე დავიწყეთ ეს რეგულაციები, ექსპერიმენტი ჩავატარეთ, ასე ვთქვათ. ყველა რესტორანში, სამივე რესტორანში ჩვენ შევქმნით სივრცეები არამწეველთათვის და ვაკვირდებოდით პროცესს, რამდენად იქნებოდა სტუმრის კმაყოფილების დონე შეცვლილი ამ აკრძალვიდან გამომდინარე. თუმცა 2 თვის თავზე შემიძლია ვთქვა, რომ პირიქით უფრო დადებითი გამოხმაურება ჰქონდა ამ ყველაფერს, ვიდრე უარყოფითი. ამასთანავე ვიტყვი ერთ რამეს, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს აკრძალვა მინიმალურად იმოქმედებს, რადგან წისქვილს გააჩნია უამრავი ღია სივრცე ყველა დარბაზიდან გასასვლელი და შესაძლებელია, მაგრამ ესეც ალსახად ამ რეგულაციის ამოქმედება, რომ ყველგან ამოქმედეს ესე მასშტაბურად, მე ვფიქრობ ამ ეტაპზე არ იქნება. აი რა შეუშლის თქვენი აზრით? დიახ, მე გეტყვით, არის რესტორნები განთავსებული მაგალითად სხვადასხვა სართულებზე, ხო? აქედან გამომდინარე იმას, რომელსაც არ გააჩნიათ ღია სივრცე, არ გააჩნიათ ვერანდა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს უარყოფითად მათ ბიზნესზე. ასევე გასათვალისწინებელი არის ის, რომ არსებობს სხვადასხვა სპეციფიკის მსგავსი ობიექტები. მაგალითად, ავიღოთ თუნდაც ჩილინგ ბარი, ავიღოთ სიგარ კლუბი და ასე შემდეგ. რა უნდა ქნან მათ? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი არის მოხდეს რაღაცა შეხვედრა რესტორნის წარმომადგენლებთან, გათვალისწინებული იყოს მათი პოზიცია და რაღაც საერთო გადაწყვეტილება იყოს მიღებული. თამართან გადავალ ჩემი შემდეგი კითხვით. თამარ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მაინტერესებს რეალურად დამატებითი ხარჯების კომპონენტი. არსებობს თუ არა ამ ყველაფრის რისკი და რეალურად რამდენად აქვს გათვითცნობიერებული ეს ყველაფერი ჯანდაცვის სამინისტროს თუ გაეცანით მათ შემართებას რეალურად საკითხთან მიმართებაში. გისმენთ? დიახ, მე ვთვლი, რომ კანონი იმ შინაარსით, რაც ეხლა გვთავაზობენ, ცოტათი მიუღებელი იქნება საზღვრების ობიექტის ხელმძღვანელებისათვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შეკითხვას დაბადებს, ანუ რამდენად შესრულებადია, რამდენად ეფექტური იქნება და რა შედეგს მივიღებთ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ და რამდენად მოხერხდება ამის გაკონტროლება. რამდენად ობიექტურად იქნება შეფასებული ზონები დაყოფილია თუ არა და ბევრი სხვა შეკითხვები. რაც შეეხება ხარჯებს და თქვენ დამიდასმულ შეკითხვას, რა თქმა უნდა ხარჯები იქნება, ვისაც არ ქონდა ადრე გათვალისწინებული მსგავსი ქმედებები. დიახ, ახლა მოუწევთ სამწუხაროა ის ფაქტი, დიახ, რომ კანონში არ არის საუბარი როგორ უნდა იქნეს გადანაწილებული ზონები, ანუ ეს იქნება რამე ტიხარი, თუ ეს უნდა იყოს ცალკე გამოყოფილი სივრცე, რა გააკეთონ იმ ობიექტებმა, სადაც ცოცხალი შესრულებით იქნება მუსიკა, ესენი ვერ დაიქირავებენ სხვადასხვა ბენდს, ხო, ანუ ორმაგ ხარჯს ვერ გაწევენ. თამარ, ანუ თქვენ შეთანხმებით ბატონ ზურას, რომ რეალურად ძალიან სპეციფიურია და ამ შემთხვევაში მიდგომები უნდა იყოს ინდივიდუალური. მე ვთვლი, რომ რეგულაციები აუცილებლად განსახორციელებელია, უბრალოდ მინდა რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო მასთან დაკავშირებით, რომ სურს 100%-ით იყოს აკრძალული მოწევა ყველანაირ ობიექტზე. კი ბატონო, ნუ ეხლა მე მაგალითად იგივე ბიზნეს კონტაქტის ვებგვერდზეც არაერთხელ ჟღერდება სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლის განცხადება, პათოსი და ასე შემდეგ, რომ რეალურად ეხლა ერთ-ერთი მინდა მოვიშველიო, რომ რეალურად ნაწილობრივია აკრძალვა და ამ წეველებისა და არამწეველებისთვის თვალსალკე ადგილების გამოყოფა იქნება დამოკიდებული ძალიან დიდ ხარჯებთან პირადად მათთვის. ბატონო ზურა, მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება რეალურად აი ამ დამატებითი ხარჯის კომპონენტზე, რამდენად უნდა ჩადოს საკუთარ კონცეფციაში ჯანდაცვის სამინისტრომ ეს პუნქტი? იცით რა არის, მე შემიძლია მაგალითისთვის გითხრათ ერთი რამ, ნიუ-ჯერსის შტატში არსებობს, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ შტატებში მოწევა აკრძალულია ნებისმიერ საზოგადოების თავშეკრის ადგილებში. თუმცა რეგულაცია არსებობს მანდ შემდეგნაირი, რომ თუ სურს რესტორანს, რომ კონდეს სმოკინგ არეა, მოსაწევი რაღაც
აქედან გამომდინარე მან ის იწვევს შესაბამის სამსახურს, რომელიც რეკომენდაციებს აძლევს, რომ რა ტიპის გამწოვის სისტემა უნდა დაამონტაჟოს და ამ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას ეძლევა უფლება, რომ გარკვეულ პერიმეტრზე კონდეს მოსაწევი, ასე ვთქვათ, განყოფილება თუ რაც ადგილის სივრცე. რაც შეეხება დამატებითი ინვესტირებას, ამის მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ჩემი სუბიექტური აზრია, დიდ თანხებთან დაკავშირებული. აქ არის უბრალოდ ორი რამ, რომ უნდა აიგზავნოს თუ არა, რა თქმა უნდა აიგზავნოს და რა თქმა უნდა ამ კუთხით სარესტორნე ბაზარმაც ხელი უნდა შეუწყოს ამას, იმიტომ რომ ჩვენი დამოკიდებულება თუ იქნება ნეგატიური ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ამის ყველაფრის ბოლომდე მოქმედებაში მოყვანა არ იქნება მარტივი. თუმცა მეორე მხარეც არის, რომ აუცილებლად ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოусმინოს რესტორნის წარმომადგენლებს, რომ რაღაც საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. უნდა იყოს ინდივიდუალურად. არის სპეციფიური, მე კიდევ ვიზახებ, სპეციფიური ობიექტები, რომელიც მდებარეობს მეორე, მესამე, მეხუთე სართულებზე და მათთვის ძალიან ძნელია, როცა მათ არ აქვთ გარე სივრცე, არ აქვთ ვერანდა და ასე შემდეგ და მათ ბიზნესს რა თქმა უნდა ეს უარყოფითად იმოქმედებს. თამარ, მაინტერესებს იგივე რამდენად საჭიროებს ეს ყველაფერი გონივრული ვადის მიცემას და ანუ არის თუ არა ეს სპეციფიკა მთლიანობაში თუ შევხედავთ საქმეს, ისეთი რომ ბიზნესს დასჭირდეს გარკვეული დრო გადასაწყობად. იცით, ამაზე საუბარი უკვე არის 2008 წლიდან და ძალიან დიდი დრო გავიდა მას მერე ვხედავთ, რომ დიდი შედეგი ვერ მივიღეთ. 2008-დან 2011-მდე მახსოვს იყო პერიოდი მოგცეს დასაკვირვებლად, ანუ თუ რა შეუძლია ობიექტს გააკეთოს იმისათვის, რომ ზონებად დაყოს თავის სივრცეები. მაგრამ რაღაც თვალსაჩინო ქმედებები განხორციელებული არ იქნა. ხო, თუ იქნება საუბარი 100%-იან აკრძალვაზე, ამ შემთხვევაში დაცული იქნება არამწეველთა უფლებები, რა საკვირველია და ასევე კომფორტი მიეცემა იგივე მწეველებს, სადაც შეიქმნება სპეციალური ადგილი. ზურა, თქვენს ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში 100%-იანი აკრძალვა იქნება, ერთ-ერთი გამოსავალი თუ არა, ერთ-ერთი პოზიტიური ნაბიჯი მაინც. მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს აკრძალვა. მთლიანობაში უნდა მოხდეს აკრძალვა. უნდა მოხდეს აკრძალვა, რა თქმა უნდა, თუმცა კიდევ ვიზახი, უნდა იყოს გათვალისწინებული ისეთი სპეციფიკის რესტორნების სტრატეგია, რომელსაც არის სიტყვაზე იგივე ჩილიმბარი, სიტყვაზე იგივე სიგარ კლუბი და ასე შემდეგ. მაგ შემთხვევაში ეს ბიზნესები უბრალოდ დაიხურება. წესკურსაც გააჩნია მსგავსი აზიური დარბაზი, სადაც მაგალ ჩილიმბარი გვაქვს მოწყობილი და თუ ეს მოხდება აკრძალვა მთლიანად და ეს შეეხება ნებისმიერ რამეს, ნუ ამ შემთხვევაში მაშინ ჩვენი სამწუხაროდ ესეთი რეალობა გვაქვს და ეს იგივე სამინისტროს, თუნდაც ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევამაც აჩვენა, რომ საკმაოდ კოლოსალურია საქართველოში მწეველთა რაოდენობა და ეს მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. თუმცა ამ შემთხვევაში თამარ საკმაოდ სენსიტიური კითხვით გადმოვალ თქვენთან. ეს ხომ არ გამოიწვევს გარკვეულწილად კლიენტების შემცირებასაც, იმიტომ რომ ნუ არსებობს ქვეყანაში კატეგორია, რომელიც ბარ რესტორნებში დადის მოსაწევად, დასალევად და ასე შემდეგ და რეალურად ეს მათ განწყობებზე ხო არ იქონია იმოქმედებს ნეგატიურად. არა, იცით, მე ვთვლი, რომ ამის გამო სტუმრების რაოდენობა არ შემცირდება. მით უმეტეს თუ ყველა ობიექტი იქნება თანაბარ უფლებებში ჩაყენებული, ასე ვთქვათ, ამ სტუმარს არ იქნება საშუალება, რომ ამ დაწესებულებაში არ შევიდეს და შევიდეს სხვა კონკურენტულ რესტორანში, მაშინ რა თქმა უნდა ობიექტები არ დაკარგავენ თავიანთ მომხმარებელს. დღესდღეობით ამიტომაც არ იგრძელება სასკვების ობიექტებზე სიგარეტის მოწევა, რა თქმა უნდა, არის რისკი და ის საკმაოდ მაღალია, რომ დაკარგავენ სტუმარს. რაც შეეხება თვითონ მომხმარებელს, როდესაც შეიქმნება სპეციალური ადგილები, სადაც გაბრძანდებიან მწეველი სტუმრები, ეს იქნება გარე სივრცე თუ ასე შემდეგ სპეციალური ადგილი, საიდანაც დაბრუნდებიან და მიიღებენ რაღაც კომფორტულ გარემოს სუფთა ჰაერით და კი ბატონო, ნუ გასაგებია კონცეფცია საჭიროებს მუშაობას და ეს ბიზნესის განცხადებებმაც რამდენიმე წუთის წინ ცხადყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ბიზნესთან გაიმართება კომუნიკაცია. ძალიან დიდი მადლობა თამარ ბაღდავაძესა და ზურაბ ბაქრაძეს მათი დროისთვის.